ამერიკული სინამდვილე ვაშინგტონიდან. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ყოველ კვირას წარმოგიდგენთ ტელეპროექტს ვაშინგტონი დღეს. საღამოშვიდობის ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სატელევიზიო პროექტს ვაშინგტონი დღეს. კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს ამერიკის ხმის ჟურნალისტებთან ერთად მაია ქვარცხავა გაგაცნობთ. ვინ და რამ განაპირობა Apple-ის განუზომელი წარმატება მსოფლიო ბაზარზე? როგორ ებრძვიან ჭარბწონიანობას ამერიკაში და რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევა? iPhone, iPod, iPad, MacBook. ამ პროდუქციამ თანამედროვე გართობის კომუნიკაციის თუ ინფორმაციის მოპოვების დინამიკა შეცვალა. რატომ არის Apple მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი და რა გამოარჩევს მას ანალოგიური კომპანიებისგან? ჩვენი სიუჟეტი. გერმანიიდან ჩინეთამდე Apple-ის პროდუქცია ყველგან ერთნაირად პოპულარულია. კომპანიის სახით დღემდე მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი ითვლება. ფრენსის ლუნი ტექნოლოგიების ანალიტიკოსია ჰონკონგში. Steve Jobs actually changed the way that we Steve Jobs-მა სრულად შეცვალა ის თუ როგორ ვუსმენთ მუსიკას, როგორ მუშაობთ კომპიუტერზე და როგორი საკომუნიკაციო მომსახურება გვაქვს. კომპიუტერული ბაზრის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Apple-ს პირველს არ შეუქმნია ის ტექნოლოგიები, რომლებიც ახლა მისი წარმატების საწინდარია. თუმცა ამერიკული კომპიუტერული საზოგადოების წარმომადგენელი ტედ როზოლსი ამბობს, რომ არის ერთი რამ, რასაც მხოლოდ Apple-მა მიაღწია. They take a lot of concepts and ისინი სხვადასხვა არსებულ იდეებს ამუშავებენ და საკუთარი დიზაინით გარდაქმნიან და ალამაზებენ მათ. ამავე კომპანიის პრეზიდენტი სორელ რეისმანი კი გვეუბნება, რომ Apple-ის ზრდა უმეტესწილად ინტერნეტის ხელმისაწვდომობამ განაპირობა. მოგზაურობისას სავარაუდოდ ყველას Apple-ის რომელიმე პროდუქტი აქვს თან. გულისხმობ მართლაც ყველას, ბავშვებს, დედებს, ქალბატონებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ალბათ ქსოვით გაირთობდნენ თავს. ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროფესორი რიჩარდ რუმოლტი კომპიუტერული კომპანიების ბიზნეს სტრატეგიებს სწავლობს. მისი აზრით, Apple წარმოებიდან იღებს იმ ელემენტებს, რომლებსაც წარმატება არ მოაქვთ. ძალიან საინტერესო კონტრასტი გვაქვს იმ კონტექსტში, როცა Apple აწარმოებს მხოლოდ იმას, რაც ძალიან კარგად გამოსდის და მეორე მხრივ ინდუსტრიის სტანდარტებზე ამბობს უარს, რომელიც ხშირად არაეფექტური და მოუხერხებელია. თუმცა Apple-ის მომხმარებელი შიშობს, რომ Steve Jobs-ის წასვლასთან ერთად ყველაფერი შეიცვლება. არ ვფიქრობ, რომ Apple ისევ ისეთი ინოვაციური იქნება, როგორც აქამდე. Steve Jobs-ი ცალსახად ბრენდის ავტორია. კომპიუტერული ინდუსტრიის არაერთ სხვა ანალიტიკოს განსხვავებული მოსაზრება აქვს. მან თვითონ შეარჩია მისი მემკვიდრეები, ამ ხალხს სპეციალურად ამზადებენ ამ მომენტისთვის. კომპანია წესრიგშია, ასე იქნება მომავალშიც. და მაინც რუმოლტი Apple-ის მენეჯერებს სიფრთხილეს თხოვს. თუ ის ხალხი, ვინც Apple-ს მომავალში გაუძღვება ანალოგიურად მკაცრ სტანდარტებს არ დანერგავს, მოხდენილი დიზაინის შექმნის მიზნით მაშინ კომპანიას სახელი გაუტყდება. რუმოლტის განცხადებით, Apple-ს მომავალი 5 წლის განმავლობაში წარმატების სტრატეგია უკვე მოფიქრებული აქვს. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. როგორი იქნება Apple-ის მომავალი კომპანიიდან მისი ყოფილი მმართველი სტივ ჯობსის წასვლის შემდეგ? ამ თემაზე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი სრი სრინივასანი ისაუბრებს. დღეს ის ნიუ-იორკიდან Skype-ის მეშვეობით გვერდება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გადაცემაში. დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. ექსპერტები თვლიან, რომ Apple-მა საგრძნობლად შეცვალა ის თუ როგორ ვუსმენთ დღეს მუსიკას. ვსაუბრობთ ტელეფონით ან ვსარგებლობთ ინტერნეტით. რა არის Apple-ის წარმატების საიდუმლო? Well, Apple has really changed the way that we interact. Apple-ის პროდუქციამ არა მარტო არსებული ინდუსტრია შეცვალა, არამედ რამდენიმე ახალიც კი შექმნა. კომპანია იყო პირველი, ვინც 30 წლის წინ მსოფლიო ბაზარზე პერსონალური კომპიუტერი გამოიტანა. Apple რთულ ტექნოლოგიას მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივს ხდის. სადა, ლამაზი და ფუნქციონალური დიზაინი სწორედ მისი მმართველის, სტივ ჯობსის ხელწერაა. When you put all of that together, that's the legacy of Steve Jobs. There are a lot of talks about როგორ გონიათ, რატომ არის დიზაინი ასეთი მნიშვნელოვანი? To company success and product success. Well, when you look at the world of computers, there are კომპიუტერულ ბიზნესში უამრავი კომპანია.
ისინი საკმაოდ ერთნაირ პროდუქციას აწარმოებენ. Apple-მა სწორი ბიზნეს სტრატეგია აირჩია, როდესაც ყურადღება უფრო მეტად ესთეტიკაზე გაამახვილა. მართალია Apple არ იყო ყოველთვის პირველი ახალი პროდუქციის შექმნაში, მაგრამ მისი ნაწარმი კონკურენტებს შორის უდავოდ ყველაზე ლამაზი იყო. But he was the first to kind of pay attention to the beauty of these tools. Once Steve Jobs said ჯობსმა ერთხელ თქვა, Apple უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ Steve Jobs-ი. თუმცა კომპანიის აქციების ღირებულება მისი გადადგომისთანავე 7%-ით დავარდა. დარჩება თუ არა Apple ასეთივე ნოვატორული, პოპულარული და წარმატებული. Well, it's a complicated question. რთული შეკითხვაა. Steve Jobs-ის და Apple-ის წარმატება ერთმანეთთან მართლაც მჭიდრო კავშირშია. კომპანია მის გემოვნებას, რისკიანობას და ნებისყოფას დიდად უნდა უმადლოდეს. ამიტომაც Jobs-ის გადადგომამ ამერიკის საქმიან წრეებში, მედიაში თუ ერთგულ მომხმარებელში მართლაც ერთგვარი პანიკა გამოიწვია. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას თანამდებობაზე Steve Cook-ი შეცვლის, გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც სწორედ Jobs-ის რეკომენდაციით დაინიშნა. ასე რომ მოდით ოპტიმისტები ვიყოთ. Tim and his team have been involved in a lot of the new products that have had so much success. What else do we know about Tim Cook? How long has he been? რა ვიცით Tim Cook-ის შესახებ? როდის მოვიდა ის კომპანიაში? Well, he's been with the company for several years and he Cook-ი კომპანიაში უკვე რამდენიმე წელია, რაც Jobs-თან ერთად მუშაობს. ყველა ის ახალი პროდუქტი, რომელმაც Apple-ს დიდი წარმატება მოუტანა, ხედულობაში მაქვს iPod-ი, iPhone-ი და iPad-ი Cook-ის თანამონაწილეობით შეიქმნა. საქმიან წრეებში ის ცნობილია როგორც საოცრად მიზანდასახული ადამიანი, რომელსაც საქმე ყოველთვის ბოლომდე მიყავს. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ Jobs-ი მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადადგა. Apple-ის მრჩეველთა საბჭოში კი ის ბოლომდე დარჩება. რას გვეტყვით იმ სიახლეებზე, რომელსაც Apple მომავალ თვეებში გვთავაზობს? Well, I'm not good at predicting any of this stuff because წინასწარმეტყველებას ვერ დავიჩემებ, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ წინა პროდუქციის განახლებული ვერსიები გამოდის. მათ ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია შექმნილი. iPhone 5 ამის საუკეთესო მაგალითია. ის მობილური ტელეფონების ტექნოლოგიაში კიდევ ერთ გადატრიალებას მოახდენს. ასევე ველოდებით iPad-ის ახალ ვერსიას, რომელიც პირველისგან რადიკალურად განსხვავდება. Those kinds of things continue in the line of Apple products that are out there. თქვენ მართლაც ძალიან ოპტიმისტურად ხართ განწყობილი. I am for now. I have watched the company for so many ნამდვილად years. ვარ. რამდენიმე ათეული წელია, რაც კომპანიას თვალს ვადევნებთ და კვლევებსაც ვაწარმოებთ. თუ გახსოვთ Bill Gates-ის გადადგომასაც, მსგავსი აურზაური მოყვა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში Microsoft-მა მუშაობა ჩვეული რიტმით განაგრძო. ჯერა რომ ასე მოხდება Apple-ის შემთხვევაშიც. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. Good to have you with us. My pleasure. კარგად ბრძანდებოდეთ. ჩვენ სტუდიაში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია უკვე განახლებულ ფორმატში. ჩვენი მასალების, ინფორმაციის და მოპოვებული ანალიზის ხილვა შეგიძლიათ ინტერნეტში მისამართზე www.amerikisxma.com. აქ თქვენ გელოდებათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მომხდარი საინტერესო ფაქტები. არ დაგავიწყდეთ ყოველდღე ჩვენი ვებგვერდის ნახვა. ის თქვენ მოვლენების შეფასებაში დაგეხმარებათ. ჭარბწონიანობას ყოველწლიურად საშუალოდ 300,000 ამერიკელის სიცოცხლე ეწირება. ფასიანი კონსულტაცია, დიეტა თუ სისტემატური ვარჯიში ყველასთვის ერთნაირად ეფექტური არ აღმოჩნდა. შეერთებულ შტატებში მკურნალობის ერთ-ერთ წარმატებულ საშუალებად ექიმები ქირურგიულ ჩარევას მიიჩნევენ. რუსუდან წერეთელი გვიამბობს. ჭარბწონიანობა შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი პრობლემაა. მოსახლეობის 50% სიმსუქნის მსხვერპლია, ხოლო 10 მილიონზე მეტი ამერიკელი კი იდეალურ წონას 45 კილოგრამით აჭარბებს. სტატისტიკის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობას ყოველდღიურად პათოლოგიური სიმსუქნის დიაგნოზი უდგინდებათ, რაც ასევე გულის დაავადებებს, მაღალ წნევას, დიაბეტსა და კიბოს გარკვეულ სახეობებსაც იწვევს. სიმსუქნისაგან გამოწვეული ამ დაავადებების შედეგად კი ყოველწლიურად 300,000 ამერიკელი იღუპება. სიმსუქნესთან ბრძოლაში ადამიანების უმეტესობა წარუმატებლობას განიცდის. დიეტაზე ყოფნა, წონაში დასაკლებ ფასიან ცენტრებში სიარული და გასახდომი მედიკამენტების მიღება ხშირად არასაკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად.
ამ მხრივ აღსანიშნავია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის წონის მენეჯმენტის პროგრამა, რომელიც თავისი არსებობის მანძილზე სხვადასხვა წარმატებული კვლევის ინიციატორია. It's very difficult to lose weight. წონაში დაკლება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც დიდნების ყოფასა და შრომას მოითხოვს. სიმსუქნისგან გათავისუფლება არა მარტო ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ პიროვნების სრულყოფილებისა და კომფორტის გამსაზღვრელიცაა. სიმსუქნის დაძლევის უმთავრესი საშუალება კი ადამიანის ტვინიდან წამოსული იმ სიგნალების მართვაა, რომელიც შიმშილის განცდას იწვევს. ხანდახან დიდი ძალით წამოსული ეს სიგნალები საკვების გადაჭარბებული რაოდენობის მიღებას გვაიძულებს. სწორედ ამიტომაა საჭირო ადამიანმა საკუთარ თავს კონტროლი გაუწიოს და გააანალიზოს საკვების დანიშნულება მის ცხოვრებაში. ძალიან ადვილია თქვა საჭიროა წონაში დაკლება, მაგრამ საკმაოდ რთულია მისი განხორციელება, თუმცა შეუძლებელი არაფერია. სიმსუქნის გამომწვევ მიზეზად გენეტიკური ფაქტორების გარდა შეიძლება გარემო და ფიზიკური ფაქტორებიც ჩაითვალოს, თუმცა ჭარბწონიანობის მთავარ ხელშემწყობად კვლავ მაღალკალორიული პროდუქტის მიღება სახელდება. In the United States it's a very high caloric society. ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანები მაღალკალორიული საკვების მიღებით გამოირჩევიან. მაკდონალდი თითქმის ქუჩის ყველა კუთხეშია განთავსებული. მოსახლეობა უმეტესწილად არასასარგებლო საკვებს ღებულობს გაზიანი სასმელების, ჰამბურგერებისა თუ ჩიფსების სახით. იმისათვის, რომ ჭარბწონიანობა დავძლიოთ და კვების მოდიფიცირება მოვახდინოთ, პაციენტთა უმრავლესობა ქირურგიულ ჩარევას ამჯობინებს. სიმსუქნის ქირურგიაში ყველაზე გავრცელებული მეთოდი საკვების გარიარხების მეშვეობით მონელებაა. This is how normal stomach looks like. These are blood vessels. ეს ჩვეულებრივი კუჭია, რომელშიც ერთ ჭამაზე რეზერვუარის მსგავსად 2 ლიტრიდან 4 ლიტრამდე საკვების სითხესთან ერთად ჩადის, ხოლო ქირურგიული ჩარევის შემდეგ ყოველივე ეს 10%-ით მცირდება. წონაში დაკლება ცხოვრებისეული სტილის შეცვლას ითვალისწინებს, რაც საკვების მაქსიმალურად მცირე რაოდენობის მიღებას გულისხმობს. ყოველივე ამაში კი ოპერაცია გვეხმარება. ამ ცენტრში კვირის განმავლობაში დაახლოებით 5-6 ანალოგიური ოპერაცია კეთდება, რომლის საერთო ღირებულება 25,000-დან 100,000 დოლარამდე მერყეობს. 60 წლის ბევერლი რასელ ფლაი ჭარბწონიანობას ბავშვობიდანვე უჩიოდა. Well, since I was a child, I had issues with weight. დედაჩემი ძალიან წუხდა ჩემს სიმსუქნეზე. მეც განვიცდიდი, რადგან სიმსუქნემ ბევრი რამ დამაკარგვინა ცხოვრებაში. საკუთარი გარეგნობის შემხედვარეს ყველასი და ყველაფრის მცხვენოდა. ძალღონეს არ ვიშურებდი და 1000 გვარი დიეტით და ვარჯიშით ვცდილობდი წონაში დამეკო, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ კი ექიმი აფრაამის ობის მივადექი და 2009 წლის აპრილის თვეში ოპერაცია გავიკეთე. ოპერაციამდე 150 კილო ვიყავი. შემდეგ თანდათანობით დავიწყე კლება და დღეს უკვე 68 კილო ვარ. ახლა თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. მიუხედავად ყველაფრისა, ჭარბწონიანობის დაძლევის უმთავრეს საშუალებას ჯანსაღკვებასთან ერთად ზომიერი ჭამაც წარმოადგენს. არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჭარბწონასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება საკუთარი თავის კონტროლია. ამიტომაც არ დააყოვნოთ და დაიწყეთ ახლავე. გამოიჩინეთ ნებისყოფა და ჭამეთ იმისათვის, რათა იარსებოთ და არა იმისათვის, რათა იცხოვროთ. ამასთანავე გახსოვდეთ, რომ ის, რაც ყველაზე გემრიელია, საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. რუსუდან წერეთელი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. მანამდე კი თვალი გვადევნეთ ვებგვერდზე amerikisxma.com და გახსოვდეთ, ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდო წყაროა.